მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ეს არის გადაცემა დროის კადრები და მე გახლავართ ეკა ბერიძე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები, ჩემი მეგობრები და საოცარი პოეტები, ქალბატონი ნანა მომცელიძე და ბატონი სერგი ლომაძე, რომლებიც ასევე არიან საზოგადო მოღვაწეები, არაერთი ღონისძიების ორგანიზატორები და კიდევ მრავალი კეთილი საქმის მკეთებელნი. რაზეც დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. აი ესეთი საახალწლო განწყობით მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას. თქვენს მოგესალმებით მაყურებელსაც მივესალმები. გაიხარეთ. მე უკვე ვახსენე, რომ არაერთი ღონისძიების ორგანიზატორები ბრძანდებით და მინდა აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი წელია თუ არ ვცდები, რაც დააფუძნეთ ახალი ორგანიზაცია საქართველოს ხელოვანთა საზოგადოება და მასთან არსებული ჟურნალი ახალი სიტყვა. ძირითადი მიზანი ამ გადაცემის, რადგან არაერთხელ ვქონია ჩვენ გადაცემა სხვა გადაცემაში და დღეს ჩემთან პირველად ხართ ჩემს ახალ საავტორო გადაცემაში, მინდა ვისაუბროთ უკვე აი ამ ორგანიზაციაზე უშუალოდ, თუმცა სხვა თემებსაც გავაშუქებთ, რა თქმა უნდა. მე გილოცავთ ამ ორგანიზაციის დაფუძნებას. უდიდესი მადლობა. და უკვე დიდი რეიტინგი აქვს, მე როგორც ვიცი და უშუალო მონაწილეც ვარ ამისი, რაზეც ამ გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებთ. ძალიან წარმატებულად მიდის ამ ორგანიზაციის განვითარება და მინდა რომ თქვენ თავად უამბოთ ჩემს მაყურებელს ამის შესახებ. საიდან გაჩნდა ეს იდეა, როდის დაფუძნდა და რა ღონისძიებები გაქვთ უკვე ჩატარებული, აი ეს რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. მოგახსენებთ მე ჟურნალზე ვისაუბრებ. ესე იგი, ეკა სიტუაცია ასე არის, რომ საქართველოს ხელოვანთა საზოგადოება ეფუძნება ძირითადად ჯგუფ ზღვარს. ლეგენდარული ჯგუფია, მოგეხსენება. ამას ეფუძნება ზღვარის წევრები, მე სერგი ლომაძე და კახა ბაცგაძე, შევიკრიბეთ და ნანი მომცელიძე, ჩვენი უახლოესი მეგობარი ნანი და გადავწყვიტეთ ამ საზოგადოების დაარსება 2024 წელს. საზოგადოება დაარსდა 2024 წლის 12 ოქტომბერს, შევარჩიეთ კახას დაბადების დღე. სახელი ეს ჩვენს იდეებზე დაარსდა, სახელი მე დავარქვი და ამის შემდეგ უამრავი რამ გავაკეთეთ მართლაც. ასე სწრაფად ვითარდებოდეს საზოგადოება ძალიან რთული წარმოსადგენია. დღეს იცი ახლა რომ ძირითადად ღონისძიებებს ატარებს სამი საზოგადოება, სხვებიც, მაგრამ სამი აბა ლიტერატურასთან ეს მწერალთა კავშირი, მწერალთა სახლი და ჩვენი საზოგადოება ძირითადად ესენი ატარებენ ძალიან ბევრ ღონისძიებებს და ძალიან ბევრ ღონისძიებას და მიხარია რომ ასე სწრაფად განვითარდა ეს ამბავი. და მართლა ვაღიარებ რომ უკვე იმდენი რამე გავაკეთეთ, იმდენი საღამო ჩავატარეთ. დავაარსეთ ასევე ჩვენი პრემია ფარნავაზ მეფის სახელობის პრემია, მოგიხსენებათ, იმიტომ რომ ფარნავაზი იყო ის ადამიანი, ვინც წინ წამოწია ქართული დამწერლობა და ჩემი აზრით ეს იყო კაცი, რომელმაც საქართველო გააერთიანა. თუმცა ისტორიკოსებში აქ სხვადასხვა მოსაზრებაა. მე ვთვლი რომ ეს იყო ეს კაცი, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, იქ ქუჯი მასდა ექვემდებარა და დასავლეთ საქართველოს უკვე მისი ასე ვთქვათ, დასავლეთ საქართველოსაც აკონტროლებდა ის. თუმცა კიდევ ვიმეორებ, იქ ისტორიკოსებმა შეიძლება შემეკამათონ ამაზე. და ეს იყო უზარმაზარი მეფე. თქვა დავით აღმაშენებელთან ერთად, ერთ-ერთი უდიდესი მეფე. იქ სულ 4-5-ია ასეთი დონის. და ესეთ პრემიას დავაარსეთ. აი ეს შემიძლია ვთქვა საზოგადოებაზე, რაც შეეხება თვითონ ჟურნალს ახალ სიტყვას, მასზე ნანი ილაპარაკებს, ეს სახელით ჩემი შერჩეულია, თუმცა აქ იცით როგორ არის, სამივენი ლიდერები ვართ ამ საზოგადოების, ხელოვანთა საზოგადოების, მაგრამ თავმჯდომარე არის კახა. ჟურნალს რაც შეეხება რედაქტორი არის ნანი და თვითონ ისაუბრებს ჟურნალის შესახებ. დიახ, მე მინდოდა მეთქვა ნანასთან დაკავშირებით, რომ არაერთი ჟურნალის რედაქტორია, მანამდეც იყო ხატი მამულის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი და მანამდე ხელხვავის ლიტერატურის ინსტიტუტში გამოდიოდა ეს ჟურნალი და საკმაოდ პატარა ვიყავი ასაკით, როცა სხვათა შორის ისე უყვარს ეს რედაქტორობა, ეტყობა რომ მე და კახას ხო თავმჯდომარეობა შევთავაზეთ საზოგადოების, მე შემომთავაზე საპატიო თავმჯდომარეობა და გითხრა რომ
არაფერი არ მინდაო, ერთადერთი რედაქტორი იქნები მეო. ესე იგი ეს ამ ადამიანის მოწოდება არა უყვარს რედაქტორობა და სხვათა შორის უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კარგად წაიყვანა ამ ჟურნალის საქმე. კი, ნამდვილად ყველაფერი კარგად მიდის, ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და მინდა აღვნიშნო, რომ ნანა ასევე არის საოცარი მხატვარი, დიზაინერი და ხატმწერი. უამრავი ნიჭით და რეგალიებით დაჯილდოვებული ადამიანები მყავს დღეს სტუმრად და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და გისმენთ ნანა ჟურნალის შესახებ რას გვეტყვი და ამ საზოგადოების შესახებ. პირველ რიგში მადლობა ეკას ჩემს გადაცემაში მოწვევისთვის, მაგრამ იცით რა, ხაზგასმით ყველგან აღვნიშნავ ხოლმე და შენთანაც წინა გადაცემებში არაერთხელ მithქვამს, რომ რეგალია არ აკეთილშობილებს ადამიანს. მე ვაკეთებ ამას ზუსტად იმიტომ, რომ მიყვარან მეგობრები, მიყვარს ჩემი საქმე და სწორედ სიყვარულია ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ საქმე გამოგივიდეს კარგად. თუ სიყვარული არ არის, შესაბამისად არაფერი არ იქნება, ვერც ღონისძიებას დაგეგმავ, ვერც ვერაფერს გავუწევ პოპულარიზაციას და ვერაფერ საქმეს ვერ გააკეთებ და ხაზგასმით მინდა ისიც ვთქვა, რომ არა ჯგუფი ზღვარი, მე ამ ორგანიზაციას არ გავაკეთებდი, არც ამ ჟურნალს გავაკეთებდი, იმიტომ რომ მე მქონდა ჟურნალი დაფუძნებული, ხატი მამული და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ბიჭები იქაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ, მაგრამ აი სერგის, კახას და ზუხვას სიყვარულმა, მათმა მეგობრობამ ზუსტად მიმიყვანა იქამდე, რომ მეც მათი მეგობარი ვარ და რატომაც არა ერთად ვქონდეს ჟურნალიც და ორგანიზაციაც, იმიტომ რომ ამათი მეგობრობა მართლა თითით საჩვენებელია. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ლიტერატურულ მუსიკალური ჯგუფი, როგორც არის ზღვარი, 25 წლის ისტორიას ითვლის და უფრო ადრეც. უკვე მეტი, შარშან გახდა 25 კი, შარშან გახდა და ჩემი ორგანიზებით გაკეთდა ეს ღონისძიება და ზუსტად მაშინ დაიბადა იდეა, რომ დაფუძნებულიყო ორგანიზაციასთან ერთად ეს ჩვენი ჟურნალიც ახალი სიტყვა. რატომ დაარქვა სერგი ახალი სიტყვა? რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ ეს იყო, იმიტომ რომ გვინდოდა სიახლე შემოსულიყო ბეჭდურ მედიაში და რა მიმართულებით ახლა ჯერ ის რომ პოპულარიზაციას უწევთ ახალგაზრდებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ღონისძიებებით, ასევე ბეჭდური მედიითაც ვცდილობთ, რომ წინსვლა და წარმატება ჰქონდეთ ახალგაზრდებს უფრო მეტად. და მეორე, საქართველოში არ არსებობს ანალოგი ჟურნალისა, რომელიც არის მიწუნითი ხასიათის. ჩვენ კი გვექნება ჟურნალები სხვათა შორის ძალიან ბევრ თემატიკაზე, მაგრამ ძირითადი ნიშა მაინც არის მიწუნითი ხასიათის. აი პირველი ნომერი სწორედ გავაკეთე ჯგუფი ზღვარის და იქ მთელი ისტორიაა ჯგუფ ზღვარზე და მე ყოველთვის ვთვლი, რომ საქართველოში როდესაც 25 წელი გაძლევს ლიტერატურულ მუსიკალური ჯგუფი ამდენ ხანს, ეს მხოლოდ მე და ერთეულებმა არ უნდა დავინახოთ და ჩვენ სხვათა შორის ერთხელ მიგვიწია გაგა გომართელმა გადაცემაში და იქაც გავაჟღერი და ციცი გურიელთანაც, რომ აუცილებლად სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ამით. როდესაც ცარიელი ხელებით ამდენ თაობას ზრდი, ხო, რაღაც გარკვეულწილად უნდა კონდეს ამ ბიჭებს დაფასება სახელმწიფოდანაც. ეს ცალკე თემაა კიდე და ამაზე შეიძლება უსასრულოდ ისაუბრო. სწორედ პირველი ნომერი მიუძღვენი ბიჭების იუბილეს 25 წლის თავს, მეორე ნომერი გავაკეთეს ტერენტი გრანელზე, მესამე ნომერი მიეძღვნა გალაქტიონს და ახლა ვაკეთებ დარიელ ხარხერაულზე, მისი 80 წლის იუბილეა და ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი სახალხო მგოსანი იმას, რომ ჩვენ რაღაცა პატივი მივაგოთ და თბილად და მოვეფეროთ აი ამ ჟურნალით. აი ასე გრძელდება ჟურნალის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აი ამ ჟურნალის არსებობას და ასე გრძელდება ნელ-ნელა მოფერება და ნახოთ რა გამოგვივა. ვცდილობთ რომ იყოს რაღაცა გარკვეულწილად უფრო სხვანაირი და ინოვაციური და რა ვიცი, აი სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ არქივებიდან გადმოგვაქვს მასალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ფართო მასემა რაც არ იცოდნენ თქვა ტერენტი გრანელზე. თითქმის ნახევარმა როცა პრეზენტაცია ჩავატარე, არ იცოდა რომ ტერენტი გრანელი ხატავდა და ჟურნალი გაფორმებული იყო ტერენტი გრანელის ნახატებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ასევე გალაქტიონიც. მეც ხვდაწილად ვიყო ამ ჟურნალებში და ძალიან ლამაზი ნახატები კი, ზოგი ამბობს, რომ მიწვრითი ხასიათის არ უნდა იყოს, მაგრამ აი სერგიმ დააწესა რუბრიკა, სადაც ჩვეულებრივად იბეჭდებიან პოეტებიც, მაგრამ აი როდესაც ჟურნალს გადაშლი, რაც არ არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ვცდილობთ რომ ის შტრიხებიც შევიტანოთ და აიღებ ჟურნალს და უკვე თავიდან ბოლომდე წარმოდგენა გექნება ვინ იყო ტერენტი გრანელი. მეტი არაფერი არ გინა, ვინ იყო გალაქტიონი. ვიცი, ვაპირებთ კიდევ ვეფხისტყაოსანზე გაკეთებას ამის და უფრო სკოლაში შეტანაც მინდა რომ ბავშვებს კონდეთ ცდომა. საერთოდ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვი.
ეკა კი ბატონო. ეს იცის ზოგმა ყველაფერი დაიწყო 1994 წელს. მე იქამდეც ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ აქ რა მოხდა ახლა? 3 კაცი შევიკრიბეთ უნივერსიტეტის წინ, ჩემი ინიციატივით, მე, კახა ბაციკაძე და ჩემი ძმა, ვასო ლომაძე. და აქედან დაიწყო ჩვენი ერთობლივი მოღვაწეობა. მოღვაწეობა რა, დავარქვათ თუნდაც ერთობლივი მუშაობა, თუ თქვათ არ გვინდა მაღალფარდოვანი სიტყვები. და შემდეგ შემოგვემატა გიორგი ზუხბაია, იგივე ზუხბა. ჩემი ძმა არ იყო ხა უნიჭიერესი კაცია, მაგრამ ისეთი აქტიური არ იყო და ჩვენ სამი მე, კახა და ზუხბა განვასახიერებთ დღეს ზღვარს, რომელიც ზღვარი უკვე 99 წლიდან დავარქვით. და 99 წლიდან თქვით, რომ ეს ჯგუფი შეიქმნა და მოგეხსენება 92 წელს ფაქტიურად დაამხეს ზვიადის ხელისუფლება 93 წელს სოხუმის ყველაფრის დაკარგვა და აქცევა მგონი ზვიადის მაგ წელს დაიღუპა, იმიტომ რომ ცოტა ისტორიკოსები ცოტა სხვადასხვა ციფრებს ამბობენ. და ამის მერე უცებ 94 წელი და წამოვედით ჩვენ რა და ასე ვთქვათ რაღაცნაირად გვინდოდა რომ ცოტა ამოსულიყო ქვეყანა სიტუაციიდან და მე ნელ-ნელა მართლა ხელოვნების დიდი აღორძინება მოყვა მე თუ მკითხავ. და 90-იანი წლების ბოლოსკენ უკვე 0-იანი წლები, 10-იანი წლები, აგერ 20-იანი წლები რამდენი რამე კეთდება ხელოვნებაში. დღეს სხვათა შორის საქართველოში მე თუ მკითხავ, თუ რამე არის განვითარებული, ეს არის ხელოვნება და სპორტი. შეიძლება მეშლება, მაგრამ აი თუ რამე განვითარებულია, არის ეს ორი რამე. ხელოვნება და სპორტი. აი თუ ასე არ არის, დამეთანხმებით. თუმცა ხელშეწყობა ჭირდება ამ ორივეს. დავამატებდი, კაი, სწორედ ამიტომ იყო, რომ მინდა მადლობა უთხრა წერალთა შემოქმედებით კავშირს და ქალბატონ მაყვალას განსაკუთრებულად და მთელ მის შემოქმედებით ჯგუფს, იმიტომ რომ სერგი ნამდვილად იმსახურებდა ილია ჭავჭავაძის პრემიას და ოქროს მედალს და მინდა შენი ეთერიდან მიულოცო სერგის ეს წინსვლა, ასევე შენ გილოცავ შენი იუბილეც ჩვენი ორგანიზაციის მიერ იქნა ჩატარებული და თამარიონის ენდალმას ოქროს ჯვრით. ეს ძალიან დიდი წარმატება. მთელი ცხოვრება მეგონა. ვატარებ უკვე ძალიან. მთელი ცხოვრება მეგონა, ეკა რომ ერთ რამეს ჩართვას გავაკეთებ და გავჩერდები. მთელი ცხოვრება მეგონა რომ ვიყავი ყველაფრის ანტი. მეგონა რომ ესე იგი ყველაფრის მოწინააღმდეგე, ამრევი და ეთყობა ასაკმა გამაფუჭა თუ არ ვიცი რა ხდება რომ ბოლო დროს ყველაფერი მიხარია რა. ანუ მაგალითად რომ ამას წინათ გადმოგცეს ჯერ დავით აღმაშენებლის პრემია ოქროს მედლით და რაღაც კიდე ფიგურით. ესეც იყო მწერალთა კავშირის დამსახურება და ნანის დამსახურება არ დავმალავ. ეს მედალიც რომელიც ახლა გადმომცეს ოქროს მედალი ილიას პრემია, ესეც მწერალთა კავშირისა და ნანის დამსახურება და მთელი ცხოვრება ვფიქრობდი რომ აი ასეთ რაღაცებზე ვიტყოდი რომ ეს არ მინდა, ეს არ მეხება, მე ვარ სხვანაირი, მაგრამ რაღაცა აი გამიხარდა რა. ანუ ადამიანი ეთყობა ისეა რომ ასაკში რომ შედის უხარია. გამიხარდა პირიქით მადლობას ვამბობ, იმიტომ რომ რა არის იცი, თუ არ გიხარია და თუ ყველაფრის ანტი ხარ, ხო და თუ ყველაფრის ანდერგრაუნდი ხარ, ხო? მაშინ შენ არ უნდა მიიღო ესენი. თუ იღებ, მაშინ მადლობა უნდა მოიხადო. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აუ როგორ შეიცვალა სერგი რა, სულ სხვანაირად ვიცნობდით და მეგობრებო კიდევ ვიმეორებ, თუ არ გინდა, მაშინ არ უნდა მიიღო და თუ იღებ, მაშინ მადლობა უნდა თქვა. მე ვფიქრობ რომ ყველა ჯილდო სასიხარულოა და მე რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გილოცავ მთელი გულით. ნანამ დამასწრო მე მინდოდა მე თქვა ეს ჩემს ღონისძიებაზე მოხდა ჩემს საიუბილეო შემოქმედებით საღამოზე რომელიც თქვენი ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა და პირველ რიგში ამისთვის გიხდით მე უდიდეს მადლობას შემდეგ რა თქმა უნდა ორმაგად გამიხარდა რომ ჩემს ღონისძიებაზე გადმოგცეს შენ ეს ჯილდო მწერალთა კავშირმა ნანას მადლობა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და მის თანათავმჯდომარეებს უდიდესი მადლობა გილოცავ ამ ძვირფას ჯილდოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიას და ოქროს მედალს და მეც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მეც კი არ ვიცი უაღრესად დიდი მადლობელი ვარ აი ამ საოცარი ჯილდოსთვის მაგ როგორ არის იცი მაყვალა სანდალმა და ეს ოქროს ჯვარი ჩემთვის იყო არ ვიცი აი მართლა წარმოუდგენელი, მოულოდნელი და დიდი სიხარულის მიზეზი. იქ მაყვალა, მანანა, უდიდესი მადლობა. მაყვალა, მანანა, ნანი და რამოდენიმე ადამიანი არის იქ ჯორო ძალიან გვიყვარს, ძალიან გვიყვარს, ასე ვთქვათ, იგივე ბაღათერი და სხვები, რომლებიც ახარებენ ადამიანებს და კარგია ეს. ეს სხვათა შორის იცით რა არის, აი ხო ამბობენ ახლა ყველას ხსმენია და Facebook-იც აჭრელებულია მან და ანტი
განწყობებით, მაგრამ ხო, ნეგატივია ძალიან ბევრი და კრიტიკა. იცით რა არის? ზოგჯერ დაუმსახურებელი. ყოველთვის ვამბობ და ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ეთერს ამისთვის, რომ იცით რა, კარგს და ცუდ პოეტს მაინც დრო მიხედავს. დრო წარმოაჩენს და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სიყვარულით. ადამიანების ურთიერთობებით, რაც იმ ძალიან ცუდ გავლენებს, ძალიან ცუდ წყობას თუ რაც არის თუ ჩვენს ყოფიერებას გვილამაზებს, ხო? აი რატომაც არა. როდესაც ადამიანი ხედავს და უნდა რომ გაგახაროს, ის როგორ უნდა გალანწყო. როცა ადამიანს უნდა რომ შენი ღირსება დაინახოს და რაღაცით ის როგორ უნდა გალანწყო. აი, წარმოუდგენლად მიმაჩნია და მე კიდე ნანი ვემიჯნები საერთოდ რა, მე ეგეთ ადამიანებს კატეგორიულად ვემიჯნები და არც მინდა ხოლმე პოლემიკაში ჩავერთო, იმიტომ რომ ადამიანებს, რომელსაც სიყვარულის დაფასება არ შეუძლიათ, ურთიერთობის დაფასება. აი ახლა ბოდიში სერგი ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ვიტყვი რომ როდესაც შენ აი პირადად შენზე ვსაუბრობ ახლა რა, როდესაც არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებ. გინდა რომ ყველას გაულამაზო ის წუთები და აჩუქო ის. იცით როგორი ძვირფასია ის კადრები თუნდაც? აი როგორც ჟურნალისტი შენ რასაც აკეთებ. ის კადრები ძალიან ძვირფასია თითოეული ადამიანისთვის, იმიტომ რომ გადის წლები და ის უკვე ისტორიას რჩება, ხო? და შენ ისტორიას უკეთებ თითოეულ ადამიანს. ეს რამხელა რაღაცაა, თუნდაც შენი ინტერვიუებით, თუნდაც შენი საქციელი, თუნდაც შენი ურთიერთობით, ხო? ეს არ არის პატარა საქმე და აი ნამდვილად ღირსეულია ის, რაც შენ მოგცეს, ღირსეულია ის არაჯერობრივი პოეზია გაქვს, რატომაც არა, ძალიან ლამაზი და ძალიან სულიერი და ძალიან განწყობის პოეზია გაქვს. შინაგანი სამყარო გაქვს ძალიან თბილი და ურთიერთობები. რატომაც არა, თუ კი ადამიანი დაინახავს ამას და ჯილდოს მოგცემს, ეს პირიქით მისასალმებელია. აქ ერთ რამეს ვიტყვი. ძალიან დიდი მადლობა. აი ერთი რამე მინდა თქვა, ეკა რომ თუ არიან ადამიანები, რომელიც აკრიტიკებენ ყველაფერს და უპირისპირდებიან ყველაფერს, მე სინამდვილეში მათი თავიდან ბოლომდე მესმის. მაგრამ შენ როგორ შეიძლება შეგშურდეს იმ ადამიანებისა, აი ამაზე ვამბობ, როცა არის ხალხი, რომელიც მხოლოდ ხელოვნებით ცხოვრობს. და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი შეგშურდეს? მხოლოდ ხელოვნებით ცხოვრობს. მე მაგალითად ხელოვნების გარდა არაფერი არ გამაჩნია და ასე იქნება ყოველთვის. არაფერს არ ვითხოვ, მე არაფერი არ მომითხოვი, არც თანამდებობა, არც ფული, არც არაფერი ცხოვრებაში და ასეთი ადამიანის შეგშურდეს უბრალოდ უაზრობაა რა. მეტი არაფერი. ერთ პატარა გადახვევაც არ არის უშუალოდ კავშირში ამასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რადგან ჩემი ღონისძიება და ჩემი საღამო ახსენეთ. მე ამაზე საუბარი არ მინდოდა, ბოლოსში შეიძლება მეხსენებინა, მაგრამ რადგან უკვე ამაზეა საუბარი, არ შემიძლია მადლობა არ ვთქვა თითოეული ადამიანის მიმართ თქვენს ნებართვით, ვინც იქ მობრძანდა, ვინც დამაფასა. პირველ რიგში თქვენგან გავიმეორებისევ, რომ თქვენი უშუალო ძალისხმევით ჩატარდა ეს ღონისძიება და უკიდეგანოდ მადლობელი ვარ. მწერალთა კავშირს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა, ქალთა საბჭოს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც მხარი დამიჭირა ასევე და დაგვეხმარა რაღაც საკითხებში და მინდა პერსონალური მადლობა რამოდენიმე ვთქვა კიდევ ჩვენი ოპერატორების, რადგან წეღან ჩემი მოღვაწეობა ახსენე ამ გადაღებებთან და ღონისძიებების გაშუქებასთან დაკავშირებით, ჩემი ღონისძიების გაშუქებაში დამეხმარნენ უსასყიდლოდ და უანგაროდ ბატონი ვეფხია სამსონიძე, ნიკო ბაღაშვილი, ჩვენი მემატიანეები არიან მწერალთა კავშირის და ყველა მწერლის და ასევე დიზაინერი ჩემი მეგობარი ნათია გვადიბაძე, რომელმაც გამილამაზა ის სცენა დეკორაციებით. ერთი რაღაცა ჩემი გადაცემა და ამის უფლება ალბათ მაქვს, რომ თქვა ეს ჩემს გადაცემაში და გავაჟღერო. ერთი რაღაცა მინდა დავამატო მანდ, რომ ნანის იუბილე და შენი იუბილე იყო ასე ვიტყოდი ულამაზესი დასასრული წლევანდელი წლის. ეხლა ვიღაცები მეტყვიან, რომ წლევანდელი წელი ჯერ კიდე არ დასრულებულა და შეიძლება ამ დეკემბრის ბოლო დღეებში ისეთი ლამაზი რაღაცები შედგეს. ხო, მაგრამ მე ვამბობ აი ამ ეტაპისთვის, ახლა ამ ეტაპისთვის ეს იყო ულამაზესი დასასრული. ნანის ღონისძიებაზე მინდოდა საუბარი სწორედად, სანამ ჩემსაზე ვიტყოდით რამეს და კარგია რომ ახლა წამოიწყე ამაზე საუბარი და მე მინდა რომ ჩვენ ვართ სამი მშვილდოსანი ახლა აი ამ ჩემ სტუდიაში და სამივე ამთვის ნანაძე და ნოემბრის ბოლოში მოვყვა 25-ში, მაგრამ
იუბილარები გახლავართ და მე თქვენ აქედან გილოცავთ. ორივე ერთ დღეს ხართ დაბადებული. ჩვენ ორივე ერთ დღეს 2 დეკემბერს ვართ დაბადებულები და მე მინდა რომ რადგან თან ესეთი საახალწლო განწყობა გვაქვს და ახალი წელი გვიახლოვდება, ჩემი გადაცემის სპონსორია ღვინის ონლაინ მაღაზია Wineland-G, რომელმაც ღვინო შემოგთავაზა და ამ ღვინით მინდა რომ აი ეს ლამაზი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ თქვენი ორგანიზაციის სახელით, ჩვენი საიუბილეო საღამოები და წარმატება გისურვოთ ყოველგვარ საქმიანობაში. მეც ასევე უერთები ყველა შენ სიტყვას, რაღაც საოცარი წკრიალი გაისმა ახლა. ბროლის არის ხო ეს ჯიგები. ხო და მოდი კიდე ერთხელ შევაერთოთ, აი რაღაც ლამაზად, აი ესე. უერთები შენს ნათქვამს ეკა. დაგლოცავ. და მოგილოცავს დამდეგ ახალ წელს. გენაცვალე. ბედნიერი ახალი წელი დაგვრთქომოდეს. შვენიერი ღვინოა, შვენიერი. ნამდვილად არაჩვეულებრივი ღვინოა და მე მინდა ნანას ღონისძიებაზე ვისაუბროთ ახლა. იყო გრანდიოზული, საოცარი, ულამაზესი საღამო შედგა. სერგი, შენ გკითხავ პირველ რიგში ნანას საღამო როგორ წარიმართა ამის შესახებ რომ გვიამბო. ეს იყო საღამო, რომელზედაც ყველაზე მეტად ნერვიულობდი, არა და არ მახასიათებს ნერვიულობა. საერთოდ აწერენ აფიშას, რომ წამყვანი სერგი და ასე შემდეგ და სინამდვილეში მე მიხარია ეს, მაგრამ მარტო წამყვანი არა ვარ, მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც ნანი და კახა. ყველა საღამოს. და ძალიან ნერვიულობდი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საღამო გამოვიდა არაჩვეულებრივი. ერთ-ერთი საუკეთესო. ბევრი რამე მინახავს, თუმცა ასეთი სიამოვნება მე ალბათ არსად არ მიმიღია, რაც ამ საღამოზე მოხდა. იმიტომ რომ ძალიან თბილი საღამო იყო. ყველაფერმა გაჭრა, ასე ვთქვათ. მე მინდოდა ამ საღამოზე ეს იყო ჩემი გეგმა, რომ ნანის პოეზია მიმეწოდებინა ძირითადად სმენელისთვის. ანუ ჩვენი შეგვეძლო რაღაც თეატრალური დაგვედგა, რაღაც მოგვეწვია ანსამბლები, ნანის უთხარი არაფერი არ გინდა. მარტო შენი ლექსები წაიკითხე და შენ და კახა მიმღერეთ სიმღერები, დანარჩენი რამოდენიმე გამოსვლელი იყო. იქ მოხდა ერთი კიდე ასეთი რამ, მოდი ამასაც ვიტყვი, რომ რაღაც ნანის Facebook-ს შეექმნა პრობლემები და შენი გვერდიდან დავარეკლამეთ, ძალიან მაგრად დაგვიდექი მხარში, ყველანაირად, არა მარტო ასე და შედგა, მე ვიტყოდი ტრიუმფალური საღამო. მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, კაცი, რომელსაც რა არ გამიკეთებია, წიგნები, ალბომები რა არ შემიქმნია, მაგრამ აი ამ საღამოზე რა სითბოც ვნახე და იცი რა გამიხარდა. ადამიანს ყოველთვის უნდა კონდეს რაღაც ისეთი დღეები, რომელიც არ ავიწყდება. და ნანი, რომელიც მთელი ცხოვრება ბრძოლობს, 100 ჯერ დაეცადა, 100 ჯერ წამოდგა და 100 ჯერ ავიდა მწვერვალზე. მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა რამდენიმე დღე და დარწმუნებული ვარ, რომ იმ თავის რამდენიმე ყველაზე ლამაზ დღეში ამ ღონისძიებასაც შეიტანს. ეს იყო ფანტასტიკა. ასე რომ ძალიან გახარებული ვართ. ნამდვილად საოცარი სიტყვები თქვი ახლა ნანიზე, რომ ბევრჯერ დაეცადა, ბევრჯერ წამოდგა და აი ესეთი ლექსი აქვს მისი წიგნის უკანა ყდაზე, რომელიც ერთ ღამეში მოასწრო, არ ვიცი, აი ეს თავის ღონისძიებასთან ახლა როგორ გავაკეთე როგორ შეძელი ეს ყველაფერი, საერთოდ აი მაგარი ადამიანი ხარ მართლა ვერ აღწერ ამას სიტყვებით, რამდენ რამეს ასწრებ დღეში ჯერ მარტო და ეს წიგნიც მოასწარე შენი ღონისძიებისთვის საოცარ მოკლე დროში. და აი ესეთი ლექსი გაქვს ამონარიდი ლექსიდან ეს ცხოვრება საცდურია, მართლად ყოფნა ძნელია. ჯოჯოხეთის მეშინია, სამოთხის კი მრცხვენია. საოცარი სტროფია, ამ სტროფს მოყვა რაღაც გაუგებრობა კიდე, არ ვიცი ამაზე თუ ისაუბრებ და თუ გაქვს სურვილი, მე ამასაც შევეხოთ თუ გნებავს, მაგრამ მანამდე მინდა რომ შენი რამოდენიმე ლექსი თუ გნებავს ჯერ იქამდე მინდა პატარა ჩართვა გავაკეთო აუცილებლად. ნანის იუბილე და შენი იუბილე, ეს იყო პირადად ჩემი აჩემება. აი აქ ვამბობ. თუმცა ზღვარის იუბილე იყო ნანის აჩემება. ასე რომ ყველას უნდა გვახსოვდეს რა და როგორ იყო, მიყვარს ასეთი რაღაცების დაფიქსირება. სხვათა შორის ეკა მინდა გითხრა, რომ მართლაც აი 10 დღით ადრე, თუ ცოტა უფრო მეტი, გამიტეხეს Facebook გვერდი და დავკარგე 2 წიგნი. აკრეფილი მქონდა 150 ნოველა უკვე დამუშავებული და მესენჯერის გვერდზე მქონდა შენახული და ძალიან ნანობ რომ არ გადავიტანე მეილზე.
და ასევე 200 ლექსი, რომელიც დამთავრებული იყო, დასრულებული, დაკაბადონებული და ესენი დავკარგე. ფაქტურად ღონისძიება უკვე დაგეგმილი იყო და წიგნის პრეზენტაცია და წარმოიდგინე ახლა რა სიტუაციაში ვიქნებოდი და შენს დამეხმარე სხვათა შორის აი ესე მეგობრებს რაც ქონდათ გაზიარებული და ჩემი ლექსები გადაწერილი, ეს არის სწორედ ის ლექსები და ძალიან შემიყვარდება ეს წიგნი, იმიტომ რომ ეს წიგნი გაკეთდა 4 დღეში. ახლა ხო წარმოუდგენელია. ნამდვილად 4 დღეში მოვაგროვე ლექსები, უკვე ღონისძიება დაგეგმილი იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ლევანს დიდბერიას, იმიტომ რომ მივიტანე თუ არა მესამე დღეს წიგნი მომიტანე. წიგნები გამიცადა. ეს წარმოუდგენელი დროა 2 დღეში სტამბამ წიგნი დაგიბეჭდოს, მაგრამ მეგობრების თანადგომით მე ეს შევძელი და მადლობა მინდა უთხრა ყველას. აი ბიჭებსაც რა ლექსებიც გქონდათ, ჩემი ზოგი სტუდიიდან ავიღეთ, ზოგი რაღაცები, ანუ რა ვიცი, აი სერგი მეხმარებოდა ძალიან მიმოწერებში, რომ ჩემთვის ჩემი ლექსები თუ ვინმეს ქონდა გადმოეგზავნათ და ეს წიგნი შედგა ზუსტად მასე. წიგნის რედაქტორი მე ვარ და ამიტომ ვიცოდი რომ არ დაიღუპებოდა ეს წიგნი. აი ღმერთმა გადაგვარჩინა. გამიკეთა ეს შესავალი წერილი და ну არ ვიცი რა როგორ შევძელი მართლა არ ვიცი ალბათ ღმერთი დამეხმარა ამაში რომ 4 დღეში ახლა წიგნი სიმბოლურია რომ გიორგობა იყო 2 დღით ადრე და ну რაღაცებში ძალიან გძნობ ღმერთის მხარდაჭერას ძალიან როდესაც მიჭირს ხოლმე არ არსებობს ღმერთმა რამე გამოსავალი არ მინახოს და მადლობა უფალს კიდევ ამისთვის და მადლობა ჩემს მეგობრებს რომ ეს წიგნი შედგა და თვათ არ დავიღუპე და საერთოდ ისე არ დაბრჩა ღონისძიებაც გვერდზე კარგით წაგიკითხავთ ახლა ერთ ლექსს გისმენთ დიდი ყურადღებით. გადახსნილ ვენას მოაკლდა სისხლი. ცას შემოეხსნა ღრუბლების ფენა სული მარტოა. გულს ფარავს ნისლი. ვერ შეგეგუე, ვერა და ვერა. მე ვდგავარ ხიდზე მარტოვა რიქაც, დაბლა ირწევა ნავი სიობლის, ჩემთვის ერთია ზეცაც და მიწაც, სანამ ვიღაცა უცებ მიპოვნის, ირწევა ფიქრი. ირწევა ვნება, მერყევი არის ოცნებაც, დარდიც, ვიღაც კონკიას ზღაპარსაც ყვება, ვიღაც რეალურ ბილიკზეც დადის, ვიღაცის თვალწინ ფარდაც ეშვება, ვიღაცის სახეს ეხდება ფარდა, ამ დროს კი ყველას ღმერთთან გვეშლება, ყველაფრის გვჯერა ჩვენ ღმერთის გარდა. წინვალე პოეზია. მიყვარს ამ ადამიანის პოეზია ძალიან. და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მისი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო იყო კიდევ ულამაზესად გაფორმებული მისივე ხელნაკეთი ნივთებით თუ ნახატებით თუ თექაზე შექმნილი ნამუშევრებით. საოცარი გალერეა წარმოგვიდგება. გეთახმები ეგა. ახლა გინდა ეჯერეთ, გინდა რა ეგეც 10 დღის მხატვრობა იყო მეტის არა. მანამდე აი ესეთი საოცარი რაღაცებში შექმენი, არ ვიცი რა საოცარი. გავასწორი 10 დღე რომ აი ეს ნამუშევრები შემექმნა და ახლა ეგეც რატომ მემართება? მე არასდროს არ მაქვს ჩემი ნამუშევრების სახლში. ყველა მიცის ჩემს ამეგობრო მიცით რომ ძირითადი შემოსავლის წყარო ჩემი არის ჩემი ხელნაკეთი ნივთების, გაყიდული ნივთების შემოსავალი და თუ რამეს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის ის არის დაკვეთა და ვასრულებ ამ დაკვეთას და შესაბამისად ვღებულობ ანაზღაურებას და ამიტომ არაფერი არ მაქვს სახში არასოდეს რა და ძალიან გული მტკივა მინდა რომ მქონდეს ბევრი ფული ჩემი სახლი და ჩემი გალერეა მე არაფერს არ გავყიდი მარტო გავაჩუქებ აუცილებლად გექნება იმ ღამეს ისე ნერვიულობ აი რამეს რო გავაკეთებ და მე რო გავყიდი და რო არ ვიცი უცხო ადამიანთან მიდის ამას მირჩევნია რომ ჩემ ახლობას ვაჩუქო ვიცი სადაც არის ის და ხატები საერთოდ ახლა შესაძაც ხატებს ხარგავ არასდროს არ გამიყიდია ყოველთვის ან ტაძარს ვწირავ ან მეგობრებს ვჩუქნი და აი ნახატებზე გული მწყდება მე რამდენჯერ მიტირია რომ ჩემი აი რაღაცა მთელი სული გული ჩავდე და არ ვიცი სად მიდის მირჩევია გავაჩუქო მეც მაქვს შენი სახსოვარი შენი ხელნაკეთი თექაზე აი ეს გულსაბნელი აქსესუარი რომელიც ძალიან მიყვარს უბრალოდ დღეს ეს ჯვარი მინდოდა რომ ლამაზი ჯვარია სხვათა შორის ძალიან ლამაზი რომელიც ჩემს ღონისძიებაზე გადმომცეს თქვენი წყალობით და მწერალთა კავშირის მონდომებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მე აუცილებლად ვაჩვენებ შენს ნამუშევარს იმ ჩემს საჩუქარს ჩემს მაყურებელს აუცილებლად წაგვიკითხე კიდე ერთი ლექსი და მე სერგი მინდა რომ წაგვიკითხო კი რაზეა საუბარი სხვათა შორის არ ვწერ მე ვერ ლიბრებს და ვერ ბლანებს არ ვწერ ვერიდები უფრო კონვენციური ლექსი მირჩევნია ხოლმე იმიტომ რომ დიდმა თავისთავად მოდის მაგრამ აი ეს ლექსი ახლა ყველა მიცის ჩემი პრობლემების შესახებ და არც არასოდეს აღმალავ როცა მე შემექმნა პრობლემები და მოვხვდი იქ სადაც არ უნდა მოხვედრილიყავი
აი იქ იმ ემოციის დროს დავწერე ეს ვერლიბრი და რატომღაც ძალიან დიდი ემოციით ვკითხულობ ხოლმე, ან როცა ვკითხულობ, მახსენდება ძალიან ისე. აი მინდა რომ წაგიკითხოთ მაინც ეს. დიახ. საკანი ძველი ჭუჭყიანი რკინის გისოსით. სადღაც ჩანს მთვარე და ცდილობ ერთ ოთხკუთხედში ჩასტიო მხოლოდ. მერე ოცნება აისრულო კედელზე ცოცვით და იმ პატარა ოთხკუთხედში აღმოჩნდე ბოლოს. მაგრამ მანამდე წინ ჩაივლის ყველა შეცდობა. ფიქრობდა გიჭირს შენს გარშემო ყველას შეცნობა. თურმე როგორი მარტივია გაშლილი სუფრა და იმ სუფრასთან დამტკიცება ვის რატომ სურდა ყოფილიყავ მათ სიახლოვეს. მერე წინ წასული აღმოჩნდი ბევრზე და დაიგეგმა გზის გადაჭრა გაშლილ სუფრასთან. დიდი სასმისით ბრტყელ სიტყვებს ისროდნენ ღმერთზე დავითომ მათი სული იყო მაღლა უფალთან. მერე გახსენდება როგორ დაინდე, როგორ აიღე ყველას ვალი საკუთარ თავზე, როგორ გაგწირეს, გაგიმეტეს, ფეხქვეშ გაიგდეს შენი ამაგი და დაგტოვეს მათგან შორს განზე. ახლა სუფთა წარსულით უჭედავენ ყურებს ყველას და თითს უშვერენ მხოლოდ შენს ფეის, რომელიც ჯამბას მომაგონებს ცრემლებ მორეულს, ძელზე გაკრული ვაფართხალებ ხელებს და ფეხებს იქნებ უფალზე სადღე გრძელო მეცა ვთქვა ბოლოს, მაგრამ ეს ჩემი სადღე გრძელო იქნება ნაღდი, რადგან ცხოვრების ყველა გზაზე სუფთად ვიარე. არ დამიგია არავისთვის ფეხი, ხაფანგი, ოთხკუთხედში რომ ჩავეტიო ის მინდა მხოლოდ, რადგან მთვარესაც მოვაჭერი თავი და ბოლო, მხოლოდ შუაში დავიტოვე დიდი ნაწილი და გავეტიე ოთხკუთხედში, ბოლოს და ბოლოს, დაცლილი ყველა ემოციით, მაგრამ ნამდვილი. მშვენიერესი ლექსია და ურთულესი. და მე ვიცი რომ შენი ლექსები შენს ცხოვრებას ასახავს და ისეთი მძიმე დღეები გაქვს გამოვლილი. მართლაც წეღან უკვე თქვა სერგიმ რომ ბევრჯერ დაეცი და ბევრჯერ შეძელი წამოდგომა და მე გისურვებ ცხოვრების გზაზე ნაკლები სირთულეები გქონოდეს, მაგრამ ყოველთვის შედგძლებოდეს მაინც წამოდგომა და აი ესეთი სიკეთით გევლოს მუდამ როგორი კეთილი ადამიანი. სხვადასხვა ძალიან მრავალფეროვანია ცხოვრება და მე მადლობა ღმერთს რომ ესეც მანახა, იმიტომ რომ შესაბამისად ბევრად უფრო ცუდად ვიტყვი, ცუდ სიტყვას ვიხმარ ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო შტერი ვიყავი. არც ახლა ვარ დიდი დაბრძენებული და დობის ფაქტორი მაქვს აი 100%-ით გაჯერებული. იმიტომ რომ გააჩნია რა ოჯახში გაიზრდები, ხა ჩვენთან არ არსებობდა აი უნდობლობა, არ არსებობდა ტყუილი, მით უმეტეს აი ბებია ისეთი მყავდა, დედა, მამა, უპატიოსნესი ადამიანები და აი ძალიან სხვანაირ გარემოში გავიზარდე ეკა და რომ მოვხდი უკვე დამოუკიდებელ სამყაროში, ცოტა არ იყოს გამიმჭირდა ცხოვრებასთან ბრძოლა, იმიტომ რომ სრულიად მარტო ვიყავი, მე არ მყავდა ის ადამიანები, გვერდით თქვათ, თუნდაც მეუღლე, თუნდაც ვინმე, რომ ხარში დამდგომოდა და რაღაცნაირად აი ცხოვრება შეემსუბუქებინა. ამან განაპირობა ის შეცდომებიც, არავინ არ თქვას, რომ უშეცდომოდ რაღაცა დაგემართება, არა, ეს ასე არ არის. მე იმ მომენტში შეცდომა დავუშვი, რომელიც მე ძალიან მწარედ ვიზღვიე ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ისე რომ ვიღაცამ რაღაცა მომიგონა და აუ მე ანგელოზი ვიყავი, არა, აი ჩემი ლექსიც სწორედ აი ეს ბოლო სტროფი რომ წაიკითხე, მაგას ასახავს. ადამიანში სახლობს როგორც დემონი, ისე ანგელოზი, ხო? არავინ არ იცის მოცემულ მომენტში და იმ წუთში ვირას გააკეთებს. თუნდაც აფექტში, არავინ არ იცის. ან ცხოვრებისეული წინაპირობა შეიძლება ისეთი შეექმნას ადამიანს, რომ რაზე წავა, იმიტომ რომ ოჯახი გადაარჩინოს, იმიტომ რომ შვილი გადაარჩინოს, იმიტომ რომ საკუთარი თავი გადაარჩინოს, არავინ არ იცის ვირაზეა წამსვლელი. არავინ არ თქვას, რომ მე ამას არ გავაკეთებ, მე ეს არ დამემართება. ესეთი რამე არ შეიძლება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან მოულოდნელობებით სავსე. სულ რომ არ მინდოდა ისეთი რამ დამემართა, ხო? ამიტომ ვერ გათვლი მაგას, ვერ განსასწრავ წინასწარ რომ ესე არ უნდა გააკეთო. ნამდვილად ასეა და როდესაც წეღან თქვი რომ ნდობის ფაქტორი გაქვს ძალიან მაღალ დონეზე, როცა შენ არ ხარ ბოროტი, ვერ წარმოიდგენ სხვებისგან ამ სიბოროტეს და მინდობილი ხარ ადამიანებზე შენი კეთილი გულით. მინდობილიც, მაგრამ ახლა მე რატომ გავუსვი ხაზზე ამას? შეცდომა ნამდვილად იყო დაშვებული, იმიტომ რომ მე არა ანგელოზი არ ვარ, ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანი ვარ და მე არ ვიცი კიდევ ხარას გავაკეთებ, თუმცა მინდა რომ ცუდი გავაკეთო, ხო?
ნუ ცუდი ახლა რაღაცა ბჭყალებში ვიხარ, ახლა კაცის კლასზე და იმაზე არ ვსაუბრობ, ანუ რაღაც რაღაცა საშინელებაზე, ყველას მაგრამ გვაქვს საუბარი. სამსახურეობრივი გადაცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს იმ მომენტში, იმიტომ რომ იმ მომენტში იყო ისეთი მდგომარეობა, იყო ისეთი სიტუაცია, ნამდვილად კორუფცია მძვირვალებდა და შეიძლება ადამიანი იყოს ჩათრეული, არაფრისგან დაზღვეული არ ახარ ამ ქვეყანაზე რა. საერთოდ ერთ რაღაცას ვიტყვი ნანი, რომ ეხლა ვიღაცას ეგონება სულ სხვა თემაზე ვლაპარაკობ, სინამდვილეში ერთი და იგივე თემაა, რასაც ახლა ვიტყვი. ცოტა სხვა სფეროა. კრივის ისტორიაში იყო მოკრივე როკი მარჩიანო, რომელიც ოფიციალურად არასოდეს არ დამარცხებულა, თუმცა მე არ ვთვლი ასე, მაგრამ ოფიციალურად ის არასდროს არ დამარცხებულა. მე ვთვლი, რომ იქ 1-2 საეჭვო ბრძოლა იყო და მსაჯები, მაგრამ ოფიციალურად ასეა, ის არის უძლეველი. კრივის ისტორიაში იყო ასევე ადამიანი მუხამედ ალი, რომელიც 5-ჯერ დამარცხდა თუ არ ვცდები. მაგრამ როცა კითხავ ადამიანებს, რომელთაც კრივი ესმით, რომელია ამ ორში უფრო დიდი, გეტყვიან რომ მუხამედ ალი. ანუ შენ თუ არ დაეცი, შენ არ ახარ დიდი. რო დაეცემი და მე ფეხზე წამოდგები და თან ამას რამდენადაც მეტჯერ შეძლებ, ფეხზე წამოდგომას, იმდენად ხარ დიდი. აი ახლა მე ეს პარალელი იმდო გავაკეთე. საოცარი პარალელი. აი ამაშია საქმე. ნანი ვერასოდეს ნანიზე კი არა, ნებისმიერ ადამიანზე მომობ. ვერასოდეს ვერ გახდები მუხამედ ალი თუ არ დაეცი. აი ეს არის რა ცხოვრება. წაგვიკითხე ახლა შენ ლექსი. მე წაგიკითხავთ, ზაგერ. სხვათა შორის ნანის პოეზია. ეხლა არ ვიტრაბახებ, ძალიან ბევრი ადამიანი განვითარდა მას მერე რაც გამიცნოდა. ნანის პოეზია ისე გაღრმავდა და ისე წავიდა შორს, რომ მიამაყება. მე სულ ვაბობ სერგი ჩემი მასწავლებელი. მიამაყება და არ აღიარებს ის ცუდი გოგოა, ცუდი ბიჭი. ერთხელ ერთი ლექსი წამიკითხა, რომელიც ჩემს გაცნობამდე დაუწერია და ისიც ღრმა იყო და მითხრა, რომ აუ ეს შენ გაცნობამდე დავწერეო და მერე გამახსენდა ათეულობით ლექსი, რომელიც ჩემი გაცნობის მერე დაწერა. და როგორ განსხვავდებოდა მისი ბევრი წინა ნაწერისაგან. საოცარ სიმაღლეებს მიაღწია და მეამაყება კახა, ზუღბა, ნანი და რამოდენიმე ადამიანი ძალიან მეამაყება. წაგიკითხავთ ახლა ჩემს ძალიან ბევრი მაქვს დაწერილი და აგერ ერთ-ერთ წაგიკითხავთ დრო მარადისი, ასეთი ლექსია, რთული პოეზიაა, მაგრამ ახლა ჩვენ სირთულე როგორ შეგვაშინებს სამდენი ხანია პოეზიაში ვართ უკვე. ფიქრის ტაძარში ლურჯი ლოცვის შეგრძნება რჩება. მე ვარ სულ მარტო, ირგვლივ არის მითოსის ველი. მოდის დაისი, ღვინისფერი ბედნიერება, სევდით შემთვრალი სილამაზე ცის, სასურველის. ის ასურელი მიაწერდა კელიის კედლებს ჰიმნოგრაფიულ საოცრებებს და იყო განცდა რომ არაფერი არ მთავრდება სიკვდილის შემდეგ და რომ ოდესმე აღზევდება გრიგოლი ხანცთა და რომ ოდესმე ზეციური ზოგი ქალაქი იცხოვრებს სულში თუ კი სული არის პოეტის ნახე კლდეებში ძველბერების ძვალთ შესალაგი ნისთა ადგილი აღბეჭდილი სიმარტოვეთი მოვედი მე ამ ველზე და შევიგრძნობ დაის თანკის სტროფებს წერ სტროფნი მოხვა კალამის ნებას დიდ ფიქრის დროში ყოველი სხვა დროც პოვებს ადგილს სულის ტაძარში ლურჯი ლოცვის შეგრძნება რჩება ბრავო არაჩვეულებრივი ლექსია და მე ამ ლექსმა გამახსენა ეხლა აი ეს ძვალთ შესალაგი რო ახსენე რატომღაც უცებ რაჭაში გადამაგდო ჩვენი ვოიაჟის იქ ნიკორწმინდაში და ბარაკონში რომ ვიყავით აი ეს საოცარი დღე და ისინი რომ ნახეთ და მინდა ამაზეც შემო ლექსმა ეხლა გამახსენა ეგ ამბავი და მინდა ამაზეც თქვათ 1-2 სიტყვა საოცარი ორდღიანი ვოიაჟი მოგვიწყო ნანიკომ რაჭაში და ესეც ამ ორგანიზაციის მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ამ ღონისძიების ეგიდით ხო ასეთი საქართველოს ორგანიზაციის ეგიდით მასშტაბით ექსკურსიები საოცარი დღეები გქონდა მე სინამდვილე რომ გითხრა ორი ასეთი დღე შეიძლება საერთოდ ცხოვრებაში არ მქონია სხვათა შორის მე ახლა როგორ გითხრა აი ბევრი დღიანი რაღაცები მღლის და აი ზუსტად 2-3 დღე არის ჩემთვის იდეალური ორი ასეთი დღე ალბათ არ მქონია. ასეთი სილამაზე, ასეთი საოცრება ნანიმ მოგვიწყო ზღაპარში გვაცხოვრა. მე არ ვიცი როგორ შეუძლია ამ ადამიანს საერთოდ ასეთი ორგანიზატორი
აი როგორ თქვა საქმების ასეთი მომგვარებელი არ არსებობს. არ არსებობს. ალბათ ან არ ვიცი, როგორ აი წარმოიდგინე. არა, ერთ სამეს ვიტყვი რომ წარმოიდგინე, ესე იგი ხო საოცრებებში მოგვახვედრა. აი როგორი ბუნება, როგორი ტაძრები, ყველაფერი. მე რა პოეტური იყო ის სასტუმროც. როგორ იყო? ხო. სიბენა და რუსთაველის ქუჩაზე მე ხომ აქვს ლექსი. რა პოეტური იყო ყველაფერი რა. ესე რაჭველი ვარ მამით და გამომივიდა. რაღაც საოცრება იყო. ზღაპარი უნდა თქვა ის ტბა რა ერქვა? შაორის ტბა, ეხლა ეგრო დაგავიწყდება ადამიანს, აი ისე დაუმუნჯდი, რო გამახსენდა. შაორის ტბა და იქ თეთრი მთები რო ჩანს, იქით აი ეს რო დავინახე, აი უამრავი რამ მინახავს, ეხლა მთებში დავდივარ მთელი ცხოვრება, მაგრამ რაღაც ისეთი ეფექტი მქონდა. აი პოეზია რა, აი პოეზია მარტო ის კი არ არის, რასაც წერ. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი პოეზია. და ბარაკონის ადგილმდებარეობაა საოცარი, ქვევით მდინარე ჩამოუდის, ზემოთ ბარაკონის ციხესიმაგრე და ეს როგორ გაშლილ ადგილას და რა კარგი ხალხს არჩევს თვითონ, აი ექსპედიციაში რო წავედით, აი ყველანი ისეთი კარგი ადამიანები იყვნენ, რომ თქვენ, სხვები, ანუ მთელი ექსპედიცია ზეიმი იყო იმ ავტობუსი იყო თუ მინიბუსი თუ პატარა ავტობუსი შედარებით. ყველაფერი იყო ფანტასტიკური. არაჩვეულებრივი დღეები გვაჩუქა ნანიკომ მარცვლაც და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. და იმეგობრეთ ჩემთან და არ წააგდით. აკი მეგობრობთ. ახლა მოვისმინოთ კიდევ თითო ლექსი. კარგი, მოდი მაშინ. კიდე შემოგთავაზებთ, აქ არის რამოდენიმე ლექსი მაქვს და მოდი მინდოდა ეს ლექსია, მეგობრებო, ნახავთ ალბათ რომ მე იმ იშვიათ ადამიანთაგანი ვარ, რომელიც ტექნიკასთან არ უმეგობრობ. ხო, აი ახლა მეთქვა ტელეფონი არ უყარს, ფურცლები, აი პასტა და ფურცელი, ნამდვილი პოეტური თვისებები, ხარ დაჯერა. ბევრჯერ ულაპარაკიათ, რომ აი რა ხდება სიკვდილის შემდეგო, ეს ჩემი ძველი და ცნობილი ლექსია და არავინ არ იცის რა ხდება და რა როგორ არის, მაგრამ ერთი ვიცი რომ ადამიანი არის მარადისობა, გზა, რომელიც არც იწყება, არც მთავრდება, სამუდამო გზა არის. ამ ლექსში მაქვს ერთ-ერთი ვარიანტი გადმოცემული. სიკვდილის შემდგომი ამბის ერთ-ერთი ვარიანტი, ანუ ეს არ არის მთავარი, ეს არ არის. საინტერესოა. თორე სინამდვილეში ადამიანი არის გზა, რომელიც ვიმეორებ, არც იწყება, არც მთავრდება, ადამიანი არის თვითონ გზავრიც და ადამიანი არის ის გზაც. ადამიანი რაღაც გაგებით, ადამიანი და ღმერთი იგივდება. ადამიანი მარადისობაა. რეალურად სიკვდილი არ არსებობს. მაგრამ აქ არის ერთ-ერთი ვარიანტი გადმოცემული. სახლში დაბრუნება. ანუ სიკვდილის შემდგომ დროინდელი ასე თქვათ რაღაცნაირი. მე ვფიქრობ ასე. არ კვდება კაცი. იგი ზეციურ ღმერთში გადადის. რადგან შეადგენს კაცი ღვთის ნაწილს, ხოლო ღვთაება არსობს მარადის. მე ვფიქრობ ასე. სიკვდილ სიცოცხლეს არ აქვს მკვეთრი სამანსაზღვარი. ადამიანი არის სიობლე, სულში ყინვა ჩამდგარი. აი რას წერდა ბარათაშვილი, რატომ ბორგავდა გონი მანფრედის. შეღებილია ზეცა მკრთალ ლილით, ცაში გაშლილა ნათლის აფრები, რომ დაიძლიოს კოშმარნი ღამის და გამახსენოს აზრი დიდება. ადამიანი ფრინველი არის და ბოლოს ღმერთში გადაფრინდება. კი, ასე ვფიქრობ, არ კვდება კაცი. ის ცათაშინა ცაში გადადის, რადგან შეადგენს კაცი ღვთის ნაწილს, ხოლო ღვთაება არსობს მარადის. ძალიან მიყვარს ეს ლექსი. ეს ერთ-ერთი პოეტური ფილოსოფიის ერთ-ერთი ნაწილი გადმოვეცი, ძალიან მიყვარს, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური პოეზია და პოეტური ფილოსოფია. მაგრამ მე რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე პოეტი ვარ. ეს ასე არის. ადრე ახალგაზრდობაში პოეტებს ვიწვევდი ხოლმე და ამბობენ დაუმარცხებელი პოეტიაო და სინამდვილეში ჩემი აზრით ყველა ეს პაექრობა ჩემი წაგებით დამთავრდა. ხო და ყველაზე მეტად მამარცხებენ ჩემი ახლო ადამიანები. მაგრამ ისინი რომ მამარცხებენ, მიხარია, იმიტომ რომ მე ვასწავლე პოეზიის წერა. აი ხლა კიდე ერთხელ ნახავთ რა ლექსებს აიგითხავს ნანი. ნანი გთხოვ და სხვათა შორის შენი მოსწავლე? ახლა შემთხვევით გადავშალე ამ ლექსზე და ეს ლექსი დავწერე რა განწყობით, იცით რომ რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, ყოველთვის დაბადება მაინც იწყება და რაღაცა სიახლე მაინც შემოდის ცხოვრებაში, არ არსებობს ყველაფერი ცუდად წავიდეს.
ყოველთვის დაიწყება დაბადება. ყოველთვის იქნება დაბადება, ყოველთვის იქნება სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე და ახალი ჯანსაღი ურთიერთობები და რაღაცა გადავშალე ისე რომ აღარც წავსულვარ იქით, აი მიყვარს ეს ლექსი ძალიან. ქაოსიდან ქაოსში, ფიქრებიდან ფიქრებში, ახალ სინამდვილეში დაბადება იწყება. ლოდინიდან ლოდინში, ხილვებიდან ხილვებში, მთვარი ამონათდება უსასრულო მითებში, ეს სამყარო თავისი საწყისით და არსებით უცებ გადასხვაფერდა და ჩვენც გადავსხვაფერდით. მოდის სხვაგვარ ფერებით, მოდის სხვაგვარ ზმანებით, ეს ხომ ბედის წერაა დიდი ლურჯი თვალებით, ულმობელი ღამიდან ზეცის ნათელს ვუღიმი, უფალ ღმერთის მიგნებით, გაუმხელელ ფიქრებით, გაუმხელელ ნატვრებით, გამოვივლი ჰორიზონტს, როგორ მინდა ამ ქვეყნად ყველა კარგად რომ იყოს ქაოსიდან ქაოსში, ფიქრებიდან ფიქრებში, ახალ სინამდვილეში დაბადება იწყება. აი ესეთი საოცრება. ესე იგი, ჩემ მეგობარი კახა ბაციკაძე ვახსენეთ ბევრჯერ. და ამ დღეებში ერთმა ჟურნალისტმა კითხა დამიხასიათებო ადამიანებიო, 1-2 სიტყვითო. ხო და შენ მითხარიო ეს ადამიანიო ამ ჟურნალისტს ეუბნება და მე დაგიხასიათებოდა არაო შენ თქვიო და თვითონ 1-2 სიტყვითო აი მარტივადო და კარგიო ახლა ვინ თქვა უცებ გაახსენდა აი ტარიელ ხარხელაური ბესიკ ხარანაული ეს არისო ბრძენკაცებიო რა ბრძენკაცებიო პოეზიაშიო უხუცესებიო ნანიზე თქვა ეს არის გულიო და ზუსტად თქვა რა გული არისო ეს ეთყობა მეუთხარი სადღაც იმიტომ რომ ნანის ვეძახი გული დასული ხარ მეთქი ჩვენი საძბოსი და 100 მოყვადა ჩემზე მოვიდა და ჩამოყვა იტალია ჩემზე მოვიდა და სერგიო ეს არის მეფეო ეს არის უდიადესიო და კი მაგრამ კაცო იმ ჟურნალისტმა უთხრა ეს ინტრიგანული კითხვები რო აქვს შენ თვითონ არ ამოფრო უკეთესად ბზერო მაინც ვეგარი მეფეო ასეთი უცნაური ანუ როგორი რაღაცა არის იცი აი ახლა რატო თქვი ეს ნანის ახასიათებს აი გული დასულია რა აი ისეთ რაღაცას იტყვის ისეთ რაღაცას ჩადებს იმ ლექსშიც იმ ცხოვრებაშიც რომ გაყვება. აი მაგალითად ის რო არის ესა 60 სამწვენიაო ახლა ადამიანი ერთხელ კი ლაზრია. ხო, რამხელა გაყვება მთელი ცხოვრება, გაყვება. აი ესეთი სიტუაციებია. ისეთი რაღაცა უნდა თქვა, რომ გულში, სულში ჩაგწვდეს და გაყვეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პოეზია და ხელოვნება, რა თქმა უნდა. ახლა შენ მეფე ახსენე და მინდა გითხრა, რომ სხვათა შორის ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ თავდაბალი ადამიანი ვარო და სხვებს გონიათ რომ ამპარტავანი ვარო და იმ მეფესთან დაკავშირებით ყველას გონია რომ შენ ამბობ შენ თავზე რომ მეფე ხარ თუმცა ამას სხვები გიწოდებენ უფრო ხშირად აი ამასთან დაკავშირებით ეს უფრო არის მეფე იმპერატორი უდიადესი ეს ყველაფერი არის ხუმრობა ეს არის იმიჯი რაღაცნაირი ხუმრობა რა თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო ასე რომ დიდი ხნის წინათ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ასეთი რაღაცა ეწოდებინათ ჩემთვის ერთ-ერთი საღამოს შემდეგ. ეს მე რამდენჯერმე განმეორდა და მე ეს ყველაფერი მე გადავიტანე და მათაც ხუმრობაში. აბსოლუტურად ხუმრობისიერი მივეცით, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ბევრმა არ მიიღო ეს ხუმრობა. მე ხო ვცდილობ არ მიიღო და როგორი სიტუაცია იყო, იცი, ზოგი გაბრაზდა ამაზე, ზოგს ეს მოეწონა. და ეს თავიდან ბოლომდე არის რაღაცა იმიჯი, მე კიდევ ვამბობ ხუმრობის. მე სულ მინდა გადავიტანო ხუმრობაში. ხუმრობაში, იმიტომ რომ უდიადესი სინამდვილეში არის ღმერთი. ახლა როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს უდიადესი? უდიადესი ერთადერთი შეიძლება თუ ვინმეზე იტყვის სულ რამდენიმეზე, ეთქვა შეიძლება რუსთაველზე ვთქვათ. მეფეც არის, იმპერატორიც არის და უდიადესიც არის და ყველაფერია. ეს შეიძლება ასეთებზე თქვა რაღაც რუსთაველი, დანტე, გოეთე, რაღაც ასეთ ადამიანებზე ილაპარაკო. და ახლა მე თავდაბალი კაცია არა ვარ და რო გითხრათ ახლა რომ ჩემს თავს მაქვს მე ისეთი ნაწერები რომ არ მინდოდა მე თქვა მაგრამ მაქვს ისეთი ნაწერები რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ვარ თანამედროვეობის შეიძლება ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაქვს ასეთი ნაწერები ზოგს ვაჩენ ზოგს არ ვაჩენ მაგრამ რა თქმა უნდა არ შეიძლება ახლა მეფე ჩვენ ისეთები ყავდა კიდევ ვიმეორებ რა როცა არსებობს რამოდენიმე სახელი და არ ჩამოვთვლი ვიტყვი ახლა ერთ რუსთაველს და ვაჯაბშაველას მაგალითად აი საქართველოში რომ შენ რო გამოხვალ და სერიოზულად იტყვი რომ მე ვარ მეფე და მე ვარ
იმპერატორი, იცით როგორ არის ხა სერიოზულად ამის საქმე გალაქტიონიც კი რო ამბობდა, იქაც კი ბევრი კითხვის ნიშანია რა. როგორ ხარ? ის ალბათ მის დროში ამბობდა. იმას ამბობდი, რომ დრო განსაზღვრავს, აი მაგი მინდოდა მე თქვა, რომ კარგია რომ დრო განსაზღვრავს, მეც ვეთანხმები, მაგრამ სადღაცა არც მაინტერესებს არც იქ, აი ყოველთვის ვამბობ რა. ადამიანი ვინ არის და რა არის, ამას განსაზღვრავს მე თუ მკითხავ თვითონ ის ადამიანი. და სულ რამდენიმე პიროვნება, რომელიც მას აინტერესებს. თვითონ თავარია შენ რას ფიქრობ სინამდვილეში. შენ შეიძლება სხვადასხვა რაღაცასაც ფიქრობდე, შეიძლება ბევრჯერ შეგეცვალოს აზრი, მაგრამ მაინც საბოლოოდ გაქვს რაღაცა ჩამოყალიბებული, იტყვი თუ არა, ამას ეს სხვა საქმეა. იტყვი თუ არა. იმიტომ რომ დროზე მეტიც კი ეს არის, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, დრო განსაზღვრავს. მაგრამ ყოფილა ისეთი პოეტები, დროს რო წაუშლია, ჩვენ ზოგის ერთი და ორი ხაზი ვიცით და იმით ხვდებით რა დონის პოეტები იყვნენ. და ფაქტურად მათი პოეზიები გამქრალია. ამიტომ იცით რა დრო განსაზღვრავს, მე დროს ვენდობი, მაგრამ მაინც ვამბობ. თვითონ ადამიანი განსაზღვრავს. დროზე მეტიც კი არის ის ადამიანი თვითონ რას ფიქრობს. მისი აღმატებულება დრო ნამდვილად შემოგვინახავს ისტორიას და ეს არის დროის კადრები. ეს გადაცემაც იქნება მომავალში მარგალიტი და გენაცვალე. მე მიხარია რომ ჩვენი გადაცემაც შემოენახება დროს. გენაცვალე. ძალიან კარგი საქმეს აკეთებ ეკა ხელოვნებისთვის. ეს არის უდიდესი საქმე, იმიტომ რომ თითოეული კადრი ეს უკვე ისტორია. დღე ჩაივლის და უკვე ისტორია ის დღეც და ამიტომ ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი და მადლობა მინდა გითხრა, იმიტომ რომ ასეთი გადაცემები უნდა იყოს ბევრი, რადგან ჩვენს მომავალ თაობას დარჩება სწორედ ესეთი გადაცემები და ასეთი ხალხის სახეები, რასაც შენ აკეთებ. ეს ძალიან დიდი სამსახურია კულტურისადმი, მე ასე ვფიქრობ და გაუმარჯოს შენს გადაცემას, ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო, ბევრი წარმატებული ეთერი მინდა გისურვო და ძალიან კარგი რესპონდენტები, რომლებიც ნამდვილად ისტორიის საგანძურნი არიან. ეკა, შენს გადაცემას გაუმარჯოს, ულამაზესი გადაცემები გაქვს საერთოდ. ძალიან მიყვარს შენი მთლიანი შემოქმედება, როგორც პოეტური, ასევე აი ამასაც შემოქმედებას ვეძახი, შენი ჟურნალისტური მოღვაწეობა. მინდა რომ პროზაშიც ბევრი საქმეები გააკეთო და ჯერჯერობით სინამდვილეში შენს ნანისავით გაძალებ, ეს გააკეთო, ის გააკეთო, იქ პოეზიაში, ყველანაირად ეხლა პროზას გაძალებ კიდე და ჯერჯერობით ვერ მივიღე და სად არის შენი პროზაული ნაწერები. დრო არ მყოფნის ჯერჯერობით. მე რა შეიძლება ჩემ თავზე ამას ვიტყოდი, ხა ნანიზე რა უნდა თქვა, კი ხედავთ რა ლექსები აქვს და საერთოდ სად არის ადამიანი და ჩემ თავზე ამას ვიტყოდი რომ მეგობრებო, ვინც ფიქრობთ, მართლა მინდა ეს თქვა, ვინც ფიქრობთ რომ სერგი არის ზედმეტად ამაყი, მე რო ჩემ თავს ერთ სიტყვას შევაწევ, მილიონ სიტყვას ვაწევ სხვებს. იცოდეთ, აგერ კითხეთ ადამიანებს რამდენს ძალიან ბევრი თაობა გყავს აღზრდილი. სხვების ხება 1000 ჯერ უფრო მეტად მიხარია. აი მე სხვებიო, მიქია. გაზია საუბარი. ნამდვილად ასეა. მე დღეს რომ ცნობილი პოეტები არიან. ეკა და მე ვიცი და შენც იცი, რამოდენიმე კი არა, ათეულობით პოეტი, რომლებიც სერგის გამოზრდილები არიან და სერგის სკოლა აქვს გავლილი და ეს არ უნდა მიიჩქმალოს და არ უნდა იყოს ესე ჩაძირული, იმიტომ ეს ადამიანი კულტურაში ძალიან ბევრ ამას აკეთებს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს პოეზიაში და თითქმის პოეზიით ცხოვრობს. მე ხლა აი რო უყურებ, ხო, ჩვენ ხო ტრიალებთ ერთი და იგივე წრეში და ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ანგარების გამო არაფერს არ აკეთებენ. ჩვენ ვიცით ძალიან ერთმა გაუმარჯოს ყველას და თუ კი ვინმეს რაღაც შემოსავლის წყარო გაუჩნდება, რატომაც არა, მაგრამ აი სერგი რატომ მიყვარს და რატომ არის ეს ბიჭები დასაფასებელი, რატო არიან, იცით? ესენი ანგარების გამო არ აკეთებენ, ამათ პოეზია უყვართ და თითოეული ადამიანის აღმოჩენა, წარმოჩენა და მათი გზაზე დაყენება მათი ცხოვრების მიზანია. ყველანაირი ანგარების გარეშე. თითო ლარის გარეშეც, აი ლარია იმის ინტერესს არ ჩადებენ არაფერში. აი ახლა მაინც უნდა ვთქვა, იცით, ჟურნალი ხო გამოდის ახლა, ხო, შესაბამისად, ჩვენ ფულს არ ვიღებთ ჟურნალის დაბეჭდაში, არც ერთი გვერდი ფასიანი არ არის, მხოლოდ იყიდება ჟურნალი და უნდა იყიდონ 15 ლარად, ხო? ნანი, 3 ცალი ჟურნალი მომეცი, ჩემთვის, კახისთვის და ზუხფასთვის. всё, მეტი აი იმის ინტერესიც არ არის, არა აქვს, რომ იყიდება, არ იყიდება ჟურნალი. არა, ნუ აი ეს კაცი არის სხვა ადამიანი შემოქმედებაზე და ადამიანის განმარტებას უნდა იყოს წარმოჩენაზე. ნამდვილად. წარმატებები მინდა ვუსურვოთ თქვენს ღონისძიებას. ბედნიერი ახალი წელი მოგილოცოთ ისევ და ისევ დამდეგი. და მადლობა ვაინლენდს. თითო ლექსი დავასრულებთ, მაშინ ამ
გადაცემას. აუცილებლად ლექსის გარეშე არაფერი არ გამოვა. გაგვიმარჯოს და გისმენთ დიდი ყურადღებით. გაგვიმარჯოს, ეკა დაიწყე ნანი და მე ახლა სატრფიალო ლირიკით დავასრულებ დღეს ჩემს შემოქმედებას, ცოტა მსუბუქი ლექსით. თეთრი ტყემლებისფერ კაბას შევიკერა. გვირილებს ჩავიწნავ თმაში, ცელქ და მიუწდომელ სიოდ დაგიბერავ, რაშით ჩაგიქროლებ ქარში, ყაყაჩოსაც დავკრებ სიყვარულის ფერად, ბალახს გაგითიბავ მთაში, გვირილ ჩაწნულ დალალს გავშლი ხელისხელად, მინდვრად სარეცელსაც გავშლი, სიყვარულს მოვპარავ იქვე ნაკადულებს, ბაგეს დაგისველებ წამში, ყვავილთა ფოთლები ცვარნამს დაგაბკურებს, მე გულს ჩაგეკრები მაშინ, ჩემო ერთადერთო, იქნებ გამიტაცო, იქნებ წამიყვანო მთაში, იქნებ ოცნებებში ხელში ამიტაცო ისე, გამაქროლო ქარში, თეთრი ტყემლებისფერ კაბას შევიკერავ, გვირილებს ჩავიწნავ თმაში, ცელქ და მიუწდომელ სიოდ დაგიბერავ, რაშით ჩაგიქროლებ ქარში. წინვალე დასასრული ნანის ეს არის ძალიან გაახალისა ახლა, იმიტომ რომ სულ ისეთი რთული ლექსები ქონდა ძალიან და ამან შეცვალა რაღაცები და გაახალისა და გამოაფხიზლა გადაცემა და დავასრულებ მე ჩემს გამოსვლას ერთი ლექსით ვასწრებთ მე და კი ვასწრებთ. ხო აი ამ ლექსით დავასრულებ მაშინ ვინც ფიქრობს მარტივს, ცხოვრობს მარტივად და ჭკვიანია, გზას იოლებს. შენაც გაწუხებს იმას არ სთქივა, არ ეძებს სიღრმეს, დაეძებს ფონებს, თუმცა ცხოვრების დიდ მდინარეში შენსავით ის ვერ გაისტრიქონებს. შენ რთულს ფიქრობ და არ ეძებ მარტივს, ჭკუასთან არ დგას ფიქრების შეშლა, ხელში გიჭირავს უტუზო კარტი და ატუზული კუთხეში ეხლა სიცარიელე ჩვენზე მეტია, აღემატები მაინც კი ყოველს, რადგან შენ სულში ფიქრის ღმერთია, რომელსაც სულ სხვა ცოდნანის თხოვე. სიტყვების იქით სხვა სიტყვებია. იქ ყოველივეს არქეტიპს ეძებ. იცი, ვერ შეცვლი ჯოჯოხეთიან ყოფნას 1000 და უმზეო გეზზე. ღმერთობა გვინდა, გოლგოთა არა. გზა გოლგოთური არ ღვივის ჩვენზე. შენ მაინც ისევ მიუწდომს ელტვი, დაგირჩევნია ჯვარი სირთულის, სხვა ხარ ქუჩებში დადიხარ კენტი, უნდოდ უმზერი მრავალ სართულებს, შენ ზეცსა გინდა და ღრუბელ მთები ცხაციზმრებიან გზებზე გაბრუნებს. აი მე ამ ლექსით ბრავო. დავასრულებ დღევანდელ საოცარი ლექსები გაქვთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და ასეთი ლამაზი გადაცემა შედგა მე ვფიქრობ. დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ გადაცემაში დროის კადრები. წარმატებებს ვუსურვებთ თქვენს ორგანიზაციას, ხელოვანთა საზოგადოება და მასთან არსებული ჟურნალი ახალი სიტყვა, რომელიც მომდევნო ნომერშიც იქნება ტარიელ ხარხელაურის მიძღვნითი კი, მას ეწოდება 80 წლის თავს ტარიელი. 80 წლის თავს ვილოცავ ბატონ ტარიელს იუბილეს და გაგვიმარჯოს ყველას ერთად. გაგვიმარჯოს მეგობრებო. გაგვიმარჯოს აი ესე.